Komunikatori ბრიტანულმა კომპანიამ B-System-მა ფორმულა 1-ის ავტომობილების დემპფირების სისტემა ბრონირებულ სამხედრო მანქანას CV-90 მოარგო. ამორტიზატორების ამგვარი სისტემის დამონტაჟებამ გაზარდა 35 ტონიანი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე. გაუმჯობესა გამავლობა და სხვადასხვა ტიპის გზის საფარზე გადაადგილება უფრო კომფორტული გახადა. სპეციალისტების თქმით, ფორმულა 1-ის დემპფირების სისტემა ჯავშან მანქანის ვიბრაციას ამცირებს, რაც მოძრაობაში უფრო ეფექტური სროლის საშუალებას იძლევა. შემსუბუქებულ მოძრაობებს მინიმუმამდე დაჰყავს ეკიპაჟის წევრების ფიზიკური დაღლის ალბათობაც. CV-90 შვედეთის, ნორვეგიის, ფინეთის, დანიის, ასევე გაეროსა და ნატოს მიერ ერთობლივი სამხედრო მისიების დროს გამოიყენება. Sony-ს ახალი სარეკლამო კამპანია, რომლის სახელწოდებაც Everyday Extraordinary-ია, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაზიარებადი სარეკლამო რგოლი გახდა. კონკურენტების ფონზე ბრედმა მთელი აქცენტი პროდუქტის განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე გააკეთა. კამპანია 3 ვიდეოსგან შედგება. პირველ ვიდეოში ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ Xperia-ს გარნიტურა 2 დღე დამუხტვის გარეშე ძლებს. ასევე Xperia-ს ღამის ხედვის ფუნქციასა და პროდუქტის წყალგაუმტარობაზე. სარეკლამო კამპანიაზე სააგენტომ Adam and Eve DDB იმუშავა. პოლონელმა ოპერატორმა იანუშ კამინსკიმ, რომელიც სტივენ სპილბერგის 1993 წლის ფილმს შინდლერის სიას იღებდა და საუკეთესო ოპერატორისთვის ოსკარი გადაეცა, ახალ სარეკლამო პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტი Cadillac-ს და სარეკლამო სააგენტო Publicis-ს ეკუთვნის, რომელიც Cadillac CT6-ის ახალ იერსახეს წარმოადგენს. ვიდეოს პროფესიონალური კადრირება და ოპერატორის ნამუშევარი Edith Piaf-ის სიმღერის ფონზე მიმდინარეობს. კამპანია 4 ვიდეოსგან შედგება. Komunikatori